გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე და დღეს მე გავაკეთებ რაც დიდხანს მინდოდა. მე გავაცოცხლებ ნამდვილ ერეკლეს. ნუ ხო, მე იმდენი რაღაცა ვცადე უკვე ინტერნეტში იმდენი რაღაცები მოვიძიე, რომ ვინმე გავაცოცხლო, მაგრამ არც ერთი ხერხი ზოგადად არ გამოდიოდა. მე ვფიქრებ უკვე აღარანაირად აღარ გამოვა უკვე ერეკლეს გაცოცხლება და მე უნდა გავაგრძელო მე მისი კლონი ვარ, ვინც არის ეს ერეკლე 2.0. მე უნდა გავაგრძელო ამახსე რაღაცების გადაღება და წამყვანი მე ვიქნები. მე უკვე ეგრე ვიფიქრე, მაგრამ დღეს სადღაც 1 საათის წინ ვთამაშობდი ჩემს გამომწერთან ერთად Brookhaven-ში და აი რა მითხრა, როგორ ეს 100%-იანი მეთოდი ვიციო, როგორ უნდა გავაცოცხლო, თო მოკლედ ეხლა მეგობრებო, მეც ყველაფერს მოგიყვებით. აი აქ მე ყველაფერი ჩაწერილი მაქვს ფურცელზე, აი ეხლა. Так, რა წერია აქ? ესე იგი, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის დავიძინოთ. ხო, და სიზმარში, ჩვენ სიზმარში უნდა ვთქვათ 4-ჯერ ერეკლე გაცოცხლდი. და მინდა რომ ეს უნდა ამუშავდესო. და მე კი როცა ვკითხე ჩემი სიზმარი როგორ ვაკონტროლო, ერთი წამალი მომცა და მითხრა რომ ეს დალიეო და ყველაფერი გამოვაო. ხო, ეგრე რაღაცნაირად. და ის სად მაქვს ეს წამალი, სადღაც აქ გქონდა, აი ეს წამალი. ოღონდ მე კიდევ მინდა წავიდე აფთიაქში რომ ძილის წამალი ვიყიდო, რომ სწრაფად დავიძიო და სწრაფად რომ გავაკეთო ჩემი საქმე. და ამიტომ მე ახლა წავალ. წავედით, მეგობრებო, ვიყიდი ახლა დასაძინებელ წამალს. მოდ მანქანას დავასპაუნებ. აი ეგრე. წამო იქა. აფთიაქში თვითონ. ბეცა ვიღაც ჩამიჯდა მანქანაში. კარგი, უკვე სულ ერთია ჩემთვის. Hi love. ნუ არ მჭირდება, ბოდიში არ მცალია რა ეხლა. რა, საქმე მაქვს დიდი. Так, აი მოვედი. ეხლა მოდი ეგრე ფული ცოტა მივცეთ და ავიღოთ ჩვენი წამალი, რომელიც გვჭირდება. უნდა გავექცე ამ ტიპს რა. ნერვებს მიშლის. აი რაც უნდა ისქნას რა. წამო, სწრაფად წამო. უნდა ჩავიკეტო სახში. ეს ვინ არის? შენი თავი ეხლა არ მაქვს რა. საქმე მაქვს დიდი. ვა. კაი, წამო ეხლა საქმეს შევდგეთ უკვე. ეს ფული ამჭირდება ეხლა. გავაუქმებ. კაი, ეხლა კაკრას გამეა და კიდევაც უფრო კარგად დამეძინება. წამო საძინებელში, სად მაქვს ძეძინებელი, აი. კარგი მეგობრებო. მე ეხლა და დავწყვები დავლევ იმ დამაძინებელ წამალსაც და იმასაც. ის წამალი რომ ჩემი სიზმარი ვაკონტროლო. ოღონდ დაიცადე წყალი მჭირდება, ავიღო, მქონდა აქა. ხო, აი. ჩემმა გამოწერა მითხრა რომ ეს 100%-ით უნდა ამუშავდეს. კაი. მე ახლა სულ ამ წამალს დასდიებს. კარგი, ეს წამალი დავლიო და საძინებელი. ეხლა უნდა დავლიო ის წამალი რომ სიზმრები ვაკონტროლო. აი ეს არის. всё, დავლიე. უკვე ეს წამალი მეტი უკვე აღარ მჭირდება. ამ წყალსაც გავაუქმებ
და მე მზად ვარ რომ დავიძინო. იმედია ეს ამუშავდება და ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ შუქი უნდა ჩავაქრო. აი ეგრე უფრო კარგად დავიძინებ. კაი მეგობრებო, მე ახლა დავიძინებ და იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა. მეგობრებო, თქვენ აქ ხართ? აქა ვარ მეც მგონი. დეცა მე მგონი სიზმარში ვარ მე მართლა. დეცა ისეთი შეგრძნება მაქვს მე თითქოს ეს სინამდვილე არ არის, უფრო ნახატს გავს ყველაფერს უფრო. დეცა კარგად დავფიქრდე და გამოვიხედო. ხო მეგობრებო, ეს სიზმარია. მეგობრებო, სიზმარში ვარ და ჩემი თავის კონტროლი შემიძლია. ეს მაგარია. ესე იგი ეგ ხერხი მაინც გამოვიდა. კარგი, მოდი ახლა დავწეროთ ჩატში 4-ჯერ. ერეკლე გაცოცხლდი და ერეკლე გაცოცხლდი. 4-ჯერ თქვი, მე როგორც ხედავ და ეხლა წესით უნდა როცა გავიღვიძებ ყველაფერი გამოვა მეგობრებო. კარგი, ეხლა უკვე რამენერად გამოვიდა ამ სიზმრიდან. თორემ რა ვიცი. კაი, ეხლა ვიჩქმიტებ თუ რას ვიზამ, მაგრამ უნდა გამოვიდე აქთან. 1 2 3 აი. რა ხდება? სად ვარ? დეცა, რა ხდება? ისე ბრუქევანში რატო ვარ? დეცა, ვერ გავიგე რაც ვერაფერი. მე ხომ იქ უნდა ვიყო. ვერ ვიგებ რა ხდება. ხო, მეგობრებო, თქვენ აქ ხართ? მე ვერ ვიგებ ახლა რა ხდება, რატომღაც აქ აღმოჩნდი. არადაჩვი მე იქ არ უნდა ვიყო. ანუ ალბათ მიმიხვდით თქვენ. ეს როგორ? მე ხომ მახსოვს აქ არ ვიყავი. ოი, იქ ვიყავი. დეცა, რა მოხდა საერთოდ ეგ გავიხსენო რამენაერად. რამენაერად დეცა, გონი ვიხსენებ. მე ვხედავდი რომ ესად იქ ვიყავი. ხედავდი რომ ჩემი კლონი რომელიც მე გავაკეთე ჩემს მაგივრად ვიდეოებს იწერდა და თითქოს რაღაცას გეკმავდა რომ მე მოვსულიყავი. მეგობრებო, და როგორც ხვდები, მას ეს გამოუვიდა. აი, ხო, გაცოცხლებული ვარ, მე სამყაროში ვარ, ჩვეულებრივად. მადლობა ჩემ კლონს, რომ არ შემექნა რამე შველებოდა ვერ ვიგებ. კარგი, მე ახლა მეგობრებო წავალ იქ მის სახლში, რომ უფრო სწორად ჩემს სახლში, რომ მადლობა გადავხადო ან რაღაცა ეგეთი. და მე ახლა ამ ვიდეოს დავამთავრებ. არ დაგავითეთ ლაიქები, სასო და ჩემი არხის გამოწერა. ყველას ნახვამდის.